მოგესალმებით. Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიზანია ევროპის დასუსტება. ამ მიზნის შესრულება კი წარმოუდგენელია ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების დასუსტების გარეშე. დღეს საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის არაწევრი, მაგრამ საერთო ევროპულ პოლიტიკაში ჩართული დიდი ბრიტანეთი თანაბრად დგანან გამოწვევის წინაშე. პირველ რიგში ეს ეხება პოლიტიკურ არასტაბილურობას და ლიდერების ძალიან დაბალ რეიტინგებს. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს სუვერენიტეტის დათმობას, გარე ძალებისთვის და ანტიეროვნული პოლიტიკის გატარებას. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის მიმდევარია და საკუთარი ქვეყნის არც სუვერენიტეტი ადარდებს და არც ეროვნული ინტერესები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ოლაფ შოლცის პოლიტიკა არ შეცვლილა და ყველაფერი ზუსტად ისე გრძელდება, როგორც შოლცის დროს იყო, აჩვენებს, რომ რეალურად გერმანიაში კანცლერის მხოლოდ სახელი და გვარი შეიცვალა. პოლიტიკა კი იგივე დარჩა. სწორედ ამაზე ვამბობთ, როცა ქვეყანას Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტები მართავენ. გერმანელი ამომრჩევლისა და საზოგადოებისთვის იდგმება წარმოდგენა, რომ თითქოს მერცი რამეს შეცვლის, მაგრამ წარმოდგენა არჩევნების უბანზე სრულდება. ფარდა ეშვება და შემდეგ ყველაფერი ზუსტად ისე გრძელდება, როგორც Deep State-ის ინტერესებშია. მერცი უკრაინის ომთან მიმართებით ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე შოლცი იყო. არც ჩრდილოეთი ნაკადების აფეთქების საკითხი ადარდებს. გერმანიის ეკონომიკას რაც შეეხება, აქ იმაზე უარესი ვითარება შექმნა, ვიდრე შოლცმა. მარტში ბუნდესტაგმა დიდი უპირატესობით დაამტკიცა ფინანსური პაკეტი, რომელიც თავდაცვასა და ინფრასტრუქტურაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებდა. გერმანელმა დეპუტატებმა ვალის მუხრუჭის რეფორმა დაამტკიცეს. ვალის მუხრუჭად მოიხსენიება ჩანაწერი გერმანიის კონსტიტუციაში, რაც არის ხარჯვის მკაცრი წესი, რომლის მიხედვითაც ფედერალურ მთავრობას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35%-ზე მეტი სახელმწიფო ვალის აღება ეკრძალება. შესაბამისად გადაწყდა, რომ ვალის მუხრუჭი მოეშვას თავდაცვის ხარჯებთან და ფედერალური შტატების საჭიროებებთან მიმართებით. ასევე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სპეციალური ინფრასტრუქტურული ფონდისთვის 500 მილიარდი ევრო გამოიყოფა. სამხედრო დანახარჯებისთვის ბიუჯეტის ზრდის პარალელურად აგვისტოში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს ეკონომიკა სოციალურ დანახარჯებს ვეღარ უმკლავდებოდა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმას ითხოვდა. მერცი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ სოციალური დახმარებებისა და დანახარჯების დაფინანსებას გერმანია ვეღარ შეძლებდა იმით, რასაც ეკონომიკა აწარმოებდა. ამას ემატება გაუთავებელი სამხედრო რიტორიკა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკვე გაფუჭებული მაგნიტოფონივით იმეორებს, რომ რუსეთთან ომი ძალიან მალე დაიწყება. ბორის პისტორიუსის სიტყვები, ციტატა: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ომი რუსეთთან შეიძლება მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს. ხოლო ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა. ასეთი რიტორიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიაში მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ უკრაინაში ომი არ უნდა დასრულდეს. მერცის პოპულარობას აფუჭებს ისიც, რომ გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურზეც დაიწყეს საუბარი. პრინციპში პისტორიუსის ასეთი განცხადებების ფონზე, როცა რუსეთთან ომს დღე-დღეზე ელოდებიან, ეს ნაბიჯი სრულიად არ არის გასაკვირი. 2027 წლის 1 ივლისიდან გერმანიაში 18 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს მიიწვევენ სავალდებულო სამედიცინო ექსპერტიზაზე. გერმანიის ხელისუფლების მიზანია ქვეყნის არმიაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 80,000-ით გაზრდა, რათა მათმა რიცხვმა 260,000 შეადგინოს. რეზერვისტების რაოდენობა კი 200,000 უნდა იყოს. ამ ყველაფრის ფონზე კი გერმანიაში საპენსიო რეფორმის გატარებაც გადაწყვიტეს და ამან უკვე თავად კანცლერი მერცის პარტიის ერთობას შეუყენა წყალი. ზოგი ანალიტიკოსი უფრო შორს მიდის და იმაზეც საუბრობს, რომ პარლამენტში მერცის კოალიციას შეიძლება შეექმნას საფრთხე. საუბარია იმაზე, რომ 2032-2040 წლებისთვის საპენსიო ფონდი 120 მილიარდი ევროთი გაიზარდოს. ეს კი კოალიციის შექმნისას არ ყოფილა განხილული. არათუ განხილული, არამედ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა სერიოზულ წინააღმდეგობას გამოთქვამს ამაზე და კანცლერ მერცსაც უპირისპირდება.
კრიზისში მყოფი გერმანიისა და მისი კანცლერის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე ზაფხულში უნდა იგრძნონ. სიტუაცია თანდათან უკეთესობისკენ იცვლება. ტიპიური სასტარტო ფრაზაა. ტონი საქმიანი, ტემბრი მშვიდი. თითქოს კი არ პირდება პირობასდებს. კი არ ითამაშებს იშრომებს. ყველაფერს გააკეთებს, რომ სულ რამდენიმე თვეში უკვე ზაფხულში გერმანელებმა უკეთესობა იგრძნონ. მაგრამ ზაფხულში ყველაფერი იმაზე ცუდად წავა, ვიდრე აქამდე იყო. გერმანული კომპანიების გაკოტრება რეკორდულად იზრდება. უმუშევრობა იმატებს. გადაჭარბებაა სოციალურ ხარჯებში. მზარდი მიგრაციის გამო, ინდუსტრიული სექტორი ვარდნას განაგრძობს, ენერგეტიკის ფასების გამო. ამიტომაც ისევ პირობასდებს. ოღონდ ამჯერად უკეთესობის ნაცვლად ამომრჩეველს რეფორმებს პირდება. შემოდგომაზე ჩვენ გაცილებით მეტი ყურადღება მოგვიწევს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იმ ადგილას არ იმყოფება, სადაც მე მენდომებოდა მისი ყოფნა. ტონი ისევ მკაცრი აქვს, ტემბრი ისევ საქმიანი, თუმცა ლიდერად აღარ გამოიყურება. მისი ლექსიკიდან ქრება სიტყვა უკეთესობა, განვითარება. ამ ტერმინების ნაცვლად კანცლერი იყენებს ფრაზებს: მძიმე გადაწყვეტილებები, მტკივნეული რეფორმები, დაუცველი ბიუჯეტი. მერცის ზაფხულის დაპირება მალევე შემოდგომის კრიზისში გადადის. რეფორმამდე კანცლერი ვერც მივა. ახლა კრიზისში უკვე თავად მისი კოალიცია შედის. მას შესაძლოა მმართველობითი ვერტიკალი ჩამოეშალოს. არც ერთ საკვანძო საკითხზე, არც გადასახადებზე, არც პენსიებზე, არც კლიმატზე, არც არმიაზე მმართველი კოალიცია შეთანხმებას ვერ აღწევს. სოციალური რეფორმები მერცის კოალიციის შიგნით ყველაზე მწვავე დაპირისპირების თემად იქცა. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულ კრიზისში. სოციალური სახელმწიფო იმ ფორმით, როგორშიც დღეს არსებობს, აღარ შეიძლება ფინანსდებოდეს ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობებით. სწორედ ამ ფრაზას ექნება პოლიტიკური მიწისძვრის ეფექტი. მერცი ისეთი რეალობის წინაშე დგას, სადაც ყველასთვის მისაღები გამოსავალი აღარ არსებობს. რაც ერთს გადაარჩენს, მეორეს დააზიანებს. რაც სოციალურ სახელმწიფოს აშენებს, ბიზნესს ანგრევს. რაც ბიზნესს შველის, კოალიციას შლის. ამიტომაც მისი სიტყვები ერთდროულად ყველას უკმაყოფილებას იწვევს. დაძაბულობა უკვე მედიის ჰედლაინებში იკითხება. ქაოსი ბერლინში. მერცის საპენსიო გეგმის გამო შიდა ბუნტს შეეჯახა. კანცლერ მერცის ჭეშმარიტების კვირა. მერცი გასაჭირშია. საპენსიო დავა შესაძლოა კანცლერის გადადგომამდე მივიდეს. კოალიცია შესაძლოა მთლიანად დაიშალოს. საზოგადოება ითხოვს დაცვას, ბიზნესი თავისუფლებას, კოალიცია კომპრომისს და მერცი იძულებულია თქვას ის, რაც არც ერთ ჯგუფს არ აწყობს. ეს პირველი კოალიციური დაპირისპირება არ არის. მანამდე საგადასახადო რეფორმაზე იდავეს, ჯანდაცვის დაზღვევაზე იგამათეს, მაგრამ მხოლოდ საპენსიო პაკეტის გარშემო დებატები შექმნის ფეთქებად საშიშ ვითარებას. საპენსიო პოლიტიკას ყავს ოპონენტები არა მხოლოდ კოალიციაში, არამედ CDU-ს შიგნითაც. სოციალისტების მიერ წარდგენილ მოდელს მერცის პარტიის ახალგაზრდული კატეგორიულად არ იზიარებს. მერცი საკუთარი პარტიის ახალგაზრდა დეპუტატების კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ SPD გეგმავს პენსიების დონე 48%-ზე გაყინოს 2021 წლამდე. პროგნოზებით ეს ნაბიჯი ბიუჯეტს 100 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. თავად მერცი სოციალისტების გეგმას იცავს. ყოველ შემთხვევაში ღიად არ ეწინააღმდეგება. SPD მოითხოვს, რომ პენსიის დონე გაიყინოს 48%-ზე 2021 წლამდე. ლოგიკა მარტივია. გერმანიაში პენსია საშუალოდ შეადგენს ხელფასის 48%-ს. SPD მოითხოვს, რომ პენსია არ დაეცეს 48%-ზე დაბლა მომდევნო 6 წლის განმავლობაში და ეს უნდა იყოს გარანტირებული. ეს სოციალური გარანტიაა, რათა პენსიონერებს რეალური შემოსავალი ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს იდეა ძალიან პოპულარულია ხანდაზმულებში, მაგრამ არა ახალგაზრდებში. გერმანიის საპენსიო სისტემა ახალგაზრდა თაობის გადასახადებს ეყრდნობა. დღევანდელი მუშათაობა აფინანსებს დღევანდელ პენსიონერებს. თუ პენსიების თანხებთან ერთად უმუშევრობაც იზრდება, რაც ახლა ხდება გერმანიაში, მაშინ ახალგაზრდებს და მოქმედ დასაქმებულებს ეზრდებათ სოციალური გადასახადები. ეს აუცილებელი პირობაა. სხვანაირად საპენსიო ფონდი ვერ შეივსება. მერცის პარტიის გათვლით ამ 48%-ის შენარჩუნება ბიუჯეტს 100 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდება. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს მოემატებათ შემოსავლის გადასახადი, კომპანიებს მოემატებათ სოციალური შენატანები. ჯამში დასაქმებულ თაობას დაეკისრება 100 მილიარდიანი ტვირთი. საბოლოო ჯამში გამოვა, რომ ახალგაზრდები გადაიხდიან, მოხუცები მიიღებენ. ამიტომაც ხდება ეს რეფორმა საკვანძო პოლიტიკური კრიზისის საგანი. კოალიცია დაშლის პირას არის. ვეღარ მუშაობს. და აქ ისმის მთავარი შეკითხვაც. რატომ აღარ მუშაობს სისტემა, რომელიც 10 წლეულების მანძილზე სტაბილურობის სიმბოლო იყო?
გერმანიის პოლიტიკური კულტურა ყოველთვის გულისხმობდა კონსენსუსის ძებნას, მინიმუმ 3 პარტიის თანამშრომლობას, კომპრომისის მექანიზმების ეფექტურ მუშაობას. ამ და ასეთმა გამოცდილებამ ქვეყანას არაერთი რთული პერიოდი გადაატარა, მაგრამ დღეს ეს მოდელი აღარ მუშაობს. არა იმიტომ, რომ პარტიები უფრო ცუდები გახდნენ, გამოცდილება დაავიწყდათ და კონსენსუსი არ იციან რა არის. არამედ იმიტომ, რომ სისტემური კრიზისების სიღრმე იმდენად დიდია, რომ კოალიციური ტექნოლოგია მას ვეღარ უმკლავდება. ადრე კოალიცია კრიზისს ერეოდა. ახლა თავად კოალიცია ხდება კრიზისი. CDU და SPD იდეოლოგიურად დაპირისპირებული ბლოკებია. ახალგაზრდული ფრთა ღიად უპირისპირდება მერცს. SPD ბლოკავს პენსიის, ჯანდაცვისა და გადასახადების საკითხებს. CSU უპირისპირდება მწვანე დღის წესრიგს. ფედერალური მიწები ბლოკავენ ბერლინის გადაწყვეტილებებს. მინისტრები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ, რაც გერმანიაში უჩვეულოა. გამოდის, რომ სისტემა შეცდომებს იძლევა და არა გადაწყვეტილებებს. ამიტომაც კოალიციის დაშლაზე საუბრები უკვე დაიწყო. ამის შესახებ გერმანული ბილდი წერს. ალიანსში CDU-CSU-ს შიგნით განიხილება დიდი კოალიციის შესაძლო დაშლის სერიოზული სცენარები. კოალიციის დაშლის შემთხვევაში შესაძლოა შენარჩუნდეს უმცირესობის მთავრობა. ბილდის მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით წინასწარი სცენარები ამ კვირაში ბერლინში უკვე განიხილეს. გამოცემა წერს, CDU-CSU ბლოკში კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის SPD მიმართ უკმაყოფილება იზრდება. კოალიციური შეთანხმების ფორმირების დროს არაერთი საკამათო თემა მიჩქმალული იყო და ახლა ისინი კონფლიქტის მთავარ საკითხებად იქცა. კოალიცია ახერხებს მართვას, როცა დაპირისპირება იდეოლოგიურია, მაგრამ ვერ ახერხებს, როცა დაპირისპირება სტრუქტურულია. გერმანია ახლა ერთდროულად და ყველა მიმართულებით კრიზისულ წერტილშია. უკრაინაში ომია და უსაფრთხოების არქიტექტურა ინგრევა. რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. ღია საზღვრების პოლიტიკა მიგრაციულ პროცესებს უკონტროლოს ხდის. სოციალური სისტემები გადატვირთულია და ვერც საპენსიო ხარჯებს წვდება და ვერც ჯანდაცვის. გამოდის, რომ კრიზისები სწრაფია. კოალიციური მართვა ძალიან ნელი, გადაწყვეტილებები ხმაურიანი, შეთანხმება თითქმის შეუძლებელი, ეკონომიკა რეცესიაშია, საზოგადოება დაღლილია. ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც კოალიციური მმართველობა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. იმიტომ, რომ მას არ აქვს მთავარი, დრო და უკვე მდგრადობაც კომპრომისისთვის. ტურბულენცია იმდენად დიდია, რომ უკვე ვადამდელ არჩევნებზე იწყება საუბარი. პოლიტიკური კრიზისი ყოველდღიურად მძაფრდება. ოპოზიცია კი ბუნდესტაგის ბოლო არჩევნების ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვს, რაც დამატებით აძლიერებს პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობის განცდას. ორივე მოვლენა, როგორც ვადამდელი არჩევნების დღის წესრიგში მოხვედრა, ისე ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნა, გერმანიისთვის სენსაციურად ჟღერს. ეს მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს. სისტემური კრიზისი უკვე ზედაპირზე ამოვიდა. ბიულეტენების ხელახლა გადათვლა გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემა ხდება. ისტორია მართლაც სენსაციურია. სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა ვადამდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ბუნდესტაგის გარეთ დარჩა. პარტიას სულ 9529 ხმა დააკლდა. ვაგენკნეხტის მოთხოვნით დაიწყო შედეგების შემოწმება და უბნების ნაწილი ხელახლა გადაითვალა. შედეგად აღმოაჩენენ 4277 ხმას, რომლებიც სხვა პარტიებს ჰქონდათ მიწერილი ან საერთოდ დათვლილი არც იყო. თუმცა სინამდვილეში BSY-ს ეკუთვნოდა. გადათვლის შემდეგ სხვაობა თითქმის ნახევრდება. ახლა პარტია მოითხოვს ბიულეტენების სრულად გადათვლას, რადგან თვლის, რომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათასი დაუთვლელი ხმა არსებობდეს, რაც მათ ბუნდესტაგში შეიყვანს. INCA-ის კვლევის თანახმად, გერმანელების 1/3 ბიულეტენების გადათვლის მომხრეა. BSY-ის ამ მომრჩეველთა 77% ასევე აქტიურად ითხოვს ბიულეტენების გადათვლას. საზოგადოებრივი წნეხი იზრდება. ინსას უახლესი გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 36% ხმების ხელახლა გადათვლის იდეას მხარს უჭერს, მაშინ, როცა მხოლოდ 30%-ია წინააღმდეგი. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია BSW-ს ამომრჩევლებში, 77% და მემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდამჭერებში, 60%. ეს ასახავს პოლიტიკური ველის მზარდ უკმაყოფილებას და იმ არჩევნების შედეგების სისწორის მიმართ მზარდ ეჭვებს, რომლებიც თებერვალში ჩატარდა. გერმანიის პოლიტიკური კულტურა ტრადიციულად უკიდურესად სტაბილური იყო, ამიტომ ხმების გადათვლის მოთხოვნა უკვე სერიოზული სიგნალია. საზოგადოებაში პოლიტიკური სისტემის მიმართ ნდობა აშკარად ირყევა. არჩევნების ლეგიტიმაციის ხელახალი გადამოწმება გერმანიის ისტორიაში პირველად მოხდება. ევროპიან კონსერვატივი წერს, რომ გერმანელების მესამედი მოითხოვს ფედერალური არჩევნების ხმების გადათვლას. საზოგადოების ნდობის აღსადგენად არჩევნების ლეგალურობის დასამტკიცებლად, პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.
ითხოვს. ოპოზიციის და გერმანელთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ქვეყნის კრიზისი გაგრძელდება მანამ, სანამ ბერლინი საკუთარ ამომრჩეველზე ნაკლებად და ბრიუსელის მითითებებზე მეტად იქნება ორიენტირებული. დღევანდელი გერმანია თითქოს ისევ ცხოვრობს ბერლინის უხილავი კედლის ორ მხარეს. გაყოფა, რომელიც 1989 წელს თითქოს გაქრა, პოლიტიკური არჩევანის გამსაზღვრელი ხდება. მრავალი თვალსაზრისით გერმანია კვლავაც გაყოფილი ქვეყანაა. დასავლელი გერმანელები ბოლომდე ვერ ხვდებიან როგორ ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ მათი აღმოსავლელი თანამოქალაქეები. გერმანია უკვე 35 წელია ერთიანია, მაგრამ ქვეყანა კვლავაც იყოფა დამოკიდებულებებით, მენტალობითა და პოლიტიკური სიმპათიებით. აღმოსავლეთ გერმანია ხმას აძლევს იმ ძალებს, რომლებიც აქცენტს სუვერენიტეტზე, ეკონომიკურ თვითკმარობაზე, სოციალური უსაფრთხოების დაცვაზე და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტებზე აკეთებენ. ეს არ არის შემთხვევითობა. ამ მხარეს ჯერ კიდევ ახსოვს, რას ნიშნავს ცხოვრება ცენტრიდან მართული სისტემით, სადაც გადაწყვეტილებები ადგილობრივ საჭიროებებს არ ითვალისწინებდა. საბჭოთა მოსკოვის გამოცდილება იყო მუდმივი გარედან მართვა და სწორედ ამიტომ ბევრისთვის დღეს ბრიუსელი წარმოუდგენლად გავს იმ ძველ საბჭოთა ცენტრს, რომელსაც ადგილობრივი ხმა მეორე პლანზე გადაჰყავს. ვინც კომუნისტური დიქტატურა საკუთარი გამოცდილებით იცის, ის ვერ ენდობა ძლიერ ყველგან არსებულ ცენტრალურ ძალას, მაგალითად ბრიუსელს. დასავლეთ გერმანიას არც ეს გამოცდილება აქვს და არც ეს მეხსიერება. ამიტომაც ბრიუსელის ინსტრუქციებს ბევრ წილად იღებს როგორც ევროპული ცხოვრების მოდელს. სხვა მოდელი ხომ არც იცის და არც უნახავს. ამიტომაც აქ ბრიუსელი აღიქმება არა როგორც გარე ძალა, არამედ როგორც თანამედროვე ევროპის პოლიტიკური არქიტექტურის ნაწილი. და სწორედ ამიტომ დასავლეთი ხმას აძლევს პარტიებს, რომლებიც ევროკავშირის დღის წესრიგს იზიარებენ. გერმანია აღარ ცხოვრობს 1989 წლის გამარჯვების შედეგებით. კრიზისის ცენტრმა აღმოსავლეთიდან თითქოს დასავლეთისკენ გადაინაცვლა. ისტორიული პარადოქსია, მაშინ აღმოსავლეთს მოსკოვი მართავდა და ეს ქმნიდა ღრმა დაპირისპირებას ფედერაციულ რესპუბლიკებთან. დღეს კი დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური და ინსტიტუციური სისტემა ძლიერად არის მიბმული ბრიუსელის დღის წესრიგზე და ეს უკვე აშკარად აძლიერებს დისკომფორტს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ბრიუსელთან ურთიერთობაში დაგროვილი დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ კრიზისზე ისახება და ეს ყველაზე მეტად სწორედ ქვეყნის აღმოსავლეთიდან ჩანს. ატომურ ენერგიაზე უარის თქმა და ატომური ელექტროსადგურების აფეთქებები თუ დახურვა. გერმანიის იაფი რუსული გაზის გარეშე დატოვება. სოციალური კეთილდღეობის მოდელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მუდმივი საომარი რიტორიკა. კორუფციული სკანდალების ფონზე უკრაინისთვის გაუთავებელი დახმარების მიცემა და კიდევ ბევრი სხვა. ეს ის პრობლემებია, რაც ფრიდრიხ მერცის გარშემო გროვდება. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე რეიტინგული პარტია, არ არის გამორიცხული, რომ მერცის კოალიცია მალე არსებობის გამოწვევის წინაშე დადგეს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4-ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.